შუადღელა იმ მშვიდობისა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. დღეს მე და ანა მოგესალმებით ნიკას გარეშე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დაგვიბრუნდება და არ დაგვტოვებს მარტო. დღეს 2 საათამდე აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი უნდა გამცნოთ და ანა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ გვერდს მიმშვენებ როგორც ყოველთვის. მადლობა პირიქით მარიამ, მეც მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და იცი რა, არ მინდა დრო დავკარგო. უბრალოდ მესმის ძალიან კარგად შენი. ისეთი ადამიანი ყავს სტუმრად, ისეთი გენიალური პიროვნება ყავს ახლა სტუმრად, რომ და გენიალური რეჟისორი. ნამდვილად გენიალური რეჟისორი, გენიალური ადამიანი, რომ ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის. პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით ჩვენთან ეთერში. უღრმესი მადლობა. ძალიან რომ მიყვარხართ, ეს ალბათ არ იქნება თქვენთვის გასაკვირი, იმიტომ რომ ყველას მთელ საქართველოს ძალიან მიყვარხართ. მიყვარხართ ცოტა. აწაწინა შესავალს გავაკეთებ, რომ მე როგორც მსახიობს მქონდა ყოველთვის ოცნება 2 რეჟისორთან მემუშავა. ერთი იყო ქალბატონი ნანა ჯორჯაძე, რომელთანაც გამიმართლა და ვიმუშავე და მეორე იყო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და იმედი მაქვს ეს ოცნება. ოდესმე გამხდები გადაგიხდა. რა მაგარია. აი, ოცნებებიც ხდება. ნამდვილად ხდება. და რაც შეეხება დღევანდელ დღეს და დღევანდელ თემას, მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ქალბატონი ლანა ჩვენთან სიახლეებით არის მოსული. სულ რამდენიმე დღეში 27 მარტს შეუდარებელი ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის და ფილმის წარდგენა შედგება კინოთეატრ ამირანში და ველოდები სულ მოუთქმელად. ქალბატონ ლანა, მოდი დავიწყოთ წიგნით. მოგვიყევით წიგნზე. ხო, ცალკე ჯობია ერთად, იმიტომ რომ რაღაცნაირად კი ბატონო. ერთი მოვლენა, ასე ვთქვათ ეს. ფილმი და წიგნი, იმიტომ რომ ერთგივე იმპულსები აქვს. დიახ. ერთნაირად იწყება. ზოგი რამე წიგნიდან ფილმში არის გამოყენებული. ჯერ წიგნი იყო დამთავრებული და მერე გავაკეთე ფილმი. აი ჯერ მაინც ფილმით რომ დავიწყო. კი ბატონო. უბრალოდ იმიტომ რომ იმაზე რაღაც სხვა დამოკიდე რა არის, იცით, აი მთელი ცხოვრება მართლა რეალურად გავატარე პოეზიის სიყვარულში. რაღაცნაირად შეგრძნებათ მქონდა მერე უკვე მოციფულობის ასაკში, რომ აი პოეზიამ გადაგვარჩინა მთელი ჩვენი თაობა. აი ჩვენი თაობა, რომელიც მოესწრო 37 წლის ტერორს. მოესწრო კი არა, ჩვენ ასე ვთქვათ, პირდაპირ მსხვერპლი ვიყავით. იმ პერიოდის ბავშვობისთან და აი ბავშვობის ტრავმები ალბათ ყველაზე უფრო ძლიერია რა მართლა ბავშვობას რომ მოყვება ტრავმა მერე ის რაღაცაში უნდა გარდაისახოს და აი იქვე ბავშვობაშივე ჩვენ ვიპოვეთ აქედან გამოსავალი აი იმ რაღაცა იმ წარმოუდგენელი ატმოსფეროდან არსებობის შესაძლებლობა გახდა პოეზია. აი რაღაც ბავშვები ერთად შევიკრიბეთ ისინი ვისაც ლიტერატურა გვიყვარდა და პოეზია და აი მე ამით ვცოცხლობთ. ეს ბავშვები იყვნენ მაშინ აი რეზო თაბუკაშვილი, თამაზ ჩხენკელი, გურამ ასათიანი, რეზი თვარაძე, რაღაც მართლა ესე მელორსტურა, აი ესეთი ხალხი ვინც მე ცხოვრებაში ზოგი მთლად პოეტი გახდა, ზოგი მთარგმნელი, მაგრამ ყველამ რაღაც კვალი დააჩნია ქართულ კულტურას. აი ესე მოხდა, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაა, რომ აი ესე ერთად შევიკრიბეთ და აი რაღაცნაირად, რა თქმა უნდა, ინტუიტურად აღმოვაჩინეთ, რომ თუ რამე გადაგვარჩენდა, ეს იყო პოეზია. და აი ამ სიყვარულით, რომ ვიარე მთელი ცხოვრება. მე ეს გადაისახა კიდევ კინოს სიყვარულში. და აი ეხლა ზღვარზე სადღაც იქით აღარ მინდა ამის ხაზგასმა, მაგრამ ფაქტია. აი აქ რაღაცნაირად მომინდა, რომ ეს ჩემი განმეცხადებინა, ასე ვთქვათ, ეს ჩემი სიყვარული პოეზიის მიმართ. აი ეს არის ჩემი ფილმი. 20 წუთიანია. ძელი არ არის და არის მთლიანად შედგება ლექსებისგან. ლექსები და
მათთან კიდე ქართული ლექსები რა თქმა უნდა და ამავე დროს ჩემი თარგმანები. თარგმანები, იმიტომ რომ მე როგორი გნობა მქონდა, იცით რომ ბევრი ვინმე ვთარგმნე. მართლა საუკეთესო პოეტები და ნუ ჩემთვის ის რაც მიყვარდა მართლა ის ლექსები. ამერიკელი პოეტები, ფრანგი პოეტები, რუსი პოეტები, რაბინდრანათ თაგორი, ანუ ინდური პოეტი და ესე შემდეგ და აი ესე რომ თარგმნიდი, ისეთ შეგნა მქონდა ის მე ჩემი ლექსი ხდებოდა. ამიტომ ეს სრული შეგნება მაქვს რომ არის ამ ფილმში ქართული პოეტების ლექსები და ჩემი ლექსები. აბსოლუტურად ესეთ შეგნება. აი ეს არის თვითონ ესეთი საკმაოდ ექსპერიმენტულია. ეს აი ეს ლექსი ცალკე ლექსი ჟღერად ვაღონ მინდოდა მისთვის მომეძებნა გამოსახულების ეკვივალენტი. ანუ მე სულ შეგრძნება მქონდა რომ აი ლექსი როგორ ჟღერს იმას თავისი მოძრავი გამოსახულება მოყვება. ანუ კინო. და ამიტომ გამოვიდა რომ ლექსი და კინო. და კინო გამოვიდა ჩემი ფილმებიდან ნაწყვეტები და ესეთი ფილმი რომელიც შედგება თან ცხოვრების ეტაპები ესე გამოვიდა. აი ბავშვობა, მერე სიყვარული, მერე მარტოობა, მერე სიბერე, სიკვდილი და ბოლოს ჩემი ქალაქი და სამშობლო. და ნუ სამშობლო რასაც უკავშირდება დღევანდელი ეს კი ვიცით ყველამ. და სათაური არის ოთარ ჭივაძის ლექსის ტრიქონი შენახარ ჩემი ჯილდოთ სასჯელიც. მე მგონი უზუსტესი სიტყვებია. აი ასე ზუსტად არ ვიცი ვის გადმოუცემია, ასე აი ზუსტად შეგრძნება იმისა რა არის ჩვენთვის სამშობლო, რომ ჯილდოს რო არის და სასჯელის მართლა ღმერთზე ახლოს რო არის და გულზე ახლოს რო არის და ღმერთზე ზემოთ. და ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო დაულეველო სამშობლო ჩემო. აი ეს არის ამითი თავრდება ეს ფილმი და წიგნზეც რომ გადავიდეთ, აი ორივე ფილმიც თუ შეიძლება კი ბატონო. ორივე ფილმიც და წიგნიც იწყება თაგორის სტრიქონებით. საოცარი სტრიქონებია სხვადასხვა ვზივარ ამ დილით ჩემს სარკმელთან ვუმზერ სამყაროს იგი ჩაივლის ერთი წამით როგორც გამვლელი იგი შედგება ერთი წამით როგორც გამვლელი თავს ხრის და ისევ აგრძელებს გზას. აი ასე შეგრძნება სულ მქონდა რომ აი ასე ჩემი სარკმლის წინ ჩაიარა სამყარო. და მე ასე მაქვს ფილმში თვალი გავადევნე სინანულით და დანანებით, იმიტომ რომ მიდის და თვალს ეფარება, მაგრამ ის მაინც აქ მან დამიტოვა ის ერთი წამი ჩემი სიცოცხლე. და აი ფილმიც და წიგნიც არის ცდა ამ ერთი წამის გაცოცხლების. საინტერესო დისმინება რომ ხო, აღარ ვიცი რა უნდა გკითხოთ, თუმცა რა თქმა უნდა კითხვა ძალიან ბევრი გვაქვს და ძალიან ბევრი რამ გვაინტერესებს, მაგრამ ხო აი მარიამაც სწორად აღნიშნა რომ მონუსხული გისმენთ როგორც ყოველთვის. ხო, აი წიგნზე სანამ ეთერში შემოვიდოდით მესმოდა იქით ვიდექი მარიამ მიგეკითხებოდათ რომ ავტობიოგრაფიულია, ხო? თითქოს ესე გამოდის. მაინც ესე ხო, საბოლოო ჯამში მაინც ეს ფორმა აქვს. ხო, რა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიული მხრივ რომ აი ეს ერთი წამი ჩემი სიცოცხლე, ბევრი ისეთი წამისგან შედგება, რომლის გაჩერებაც გინდა. და ის როცა მას სიტყვებით გადმოსცემ, ის ხდება უკვე შენი ცხოვრების ნაწილი და ამავე დროს უზიარებს სხვებსაც. ეს რაღაც არის ამაში დიდი რამეა. საერთოდ სიტყვა, ის სიტყვის მჯერა ძალიან და სიტყვა ასეთი ისეთი
შემთხვევით წამოსროლელი მაინც არასოდეს არ არის შემთხვევით ყოველთვის გადმოსცემს რაღაცა დიდს არა ადამიანის სულს გადმოსცემს ეს არის საერთოდ სიტყვა და ძალიან დიდი ძალა აქვს მინდოდა არის შენ ცხოვრებაში ეს წამები რომელიც მართლა მე ხვდები რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგჯერ უნიშნულს მერე მნიშვნელოვანი ხდება ნუ მაგალითისთვის რომ გითხრათ თქვათ აი რა მაქვს მოყოლილი ამ წიგნში რაც სხვაგან აქამდე არ მომიყოლია ჩამოვიდა აი იმის მერე ჩვენ რომ მიგვიღეს ევროსაბჭოში და როდესაც ეს ჩვენთვის გახდა რაღაცა ისეთი ეტაპი უნიშნულოვანესი აი როდესაც ეს ჩვენი დროშა ესე ნელა ადიოდა ცისკენ ასეთ შეგრძნება ჰქონდა ევროპის საბჭოს ფასადის წინ სადაც მერე ამოიტვიფრა ზურაბ ჟვანიას სიტყვები მე ვარ ქართველი და მასწავლა და მე ვარ ევროპელი აი იქ როდესაც ესე ნელა ადიოდა ქართული დროშა ჰქონდა შექმნება რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია რომ აი ეხლა უკვე შევაბიჯეთ ერთი ნაბიჯით შევედით ევროპაში იმიტომ ეს მარტო ევროსაბჭო იყო და სულ ცოტა გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის რომ ევროკავშირის წევრები გვახდეთ და მე რასოდეს ვერ ვიფიქრებდით რომ ამას შეიძლებოდა ამ ტიპის დაბრკოლებების შექმნა რაც დღეს არის და აი იმ დროს აი როცა მიგვიღეს უკვე იმის მერე ჩამოვიდა საქართველოში ევროსაბჭოს პარლამენტის პრეზიდენტი ლორდი რასელ ჯონსტონი არაჩვეულებრივი პიროვნება და უდიდესი მეგობარი საქართველოსი და ზურაბ ჟვანიამ მოუწყო ძალიან დიდი მიღება იმიტომ რომ ეს მართლა მოვლენა იყო ჩვენ ცხოვრებაში მაშინ და გადავფრინდით ერთად ვერტფრენით ჯერ სამებაში ეპიდემიაზე სამებაში ჩავფრინდით ეს ისეთი გამოცდილება ეცით არავის არ გექნებათ გამოცდილი იმიტომ რომ აი პირდაპირ სამებასთან იყო ეს რაღაც საოცრება იყო ეს რასელი რომელიც ესეთი საოცარი პიროვნება იყო ესეთი რომ წარმოიდგინოს რომ დიდი რაღაცნაირი ესეთი როხროხა და ნუ აღფრთოვანებას ვერ მოვადა ესე მართლა როგორც ჩანდა ეს სამება თითქოს თვითონ ამოიზარდა იმ თებიდან ისეთი განცდა იყო და მე იქიდან ესევე ჩავფრინდით შატილში და ახლა შატილი გავიარეთ და ის შატილი სული მეორებდა რომ ეს რა საოცრებაა და მე იქაურმა გამგებელმა გაშალა სუფრა ნუ რამდენიმე ადამიანი ვიჭერდა და დავინახე რომ მთიდან თა იქვეა ესე და გორაკი უბრალოდ იქიდან ჩამოდიოდა მართლა ისეთი წემსი რომ დაინახე და მან დაუძახა მოდიო ყველაფერი ეს მართლა რაღაცა შემთხვევით ხდებოდა და მოვიდა ეს ვთქვი ამან რო უთხრა გამგებელმა რომ ეს არისო ევროსაბჭოს პარლამენტის პრეზიდენტი ის გაუგნებელი დარჩა და ვაიმე და ეცამ და გადაეხვია და ის ვერ მიხდა და მე მოყვა ამბავი რომ იმ დღესო როცა გვიღებდნენ ევროპის საბჭოში ჩვენ წემსებმა მოვილაპარაკეთო რომ ვინც პირველი გაიგებს რომ მიგვიღეს და აანთოს ცეცხლი და ჩვენ დავიდა მე ყველა სხვა ავანთებთო და მე პირველმა გავიგეო იმიტომ რომ რაცია მქონდა და გავიგეო და ავანთე ცეცხლიო და უცებ დავინახე როგორ თებზე ყველგან აგიზგიზდა ცეცხლიო და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მონათხრობმა რასელ ჯონსტონზე რომ მე სულ იმეორებდა ამას ყველგან ყვებოდა და ამბობდა იქ რომ ჩავედით მე დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაციის და მე როცა ჩავედით იქ დიდი სხდომა და იქ თქვა რომ აი ასეთი რომ არასოდეს არსად არ მინახავსო ასეთი სახალხო აღიარება ევროპისო ეს რაღაც საოცრებაა და ჩვენ უნდა გვესმოდესო რომ ასეთო სულით ხორცამდე ევროპულ ქვეყანას როგორც საქართველოა ეს ქვეყანა ღირსია იმისო და დღესვე იყოს ევროკავშირის წევრიო ხო და მე სხვათა შორის ამას კიდე გაგრძელება ქონდა ერთხელ მოვდივარ
ევროპის საბჭოს შენობაში დიდ კორიდორში შორიდან მესმის ლანა და მორბის ასე ჩემსგან ესა ლანა შატილი მეუნდა it was there ესე იგი გაიგო რომ ერთ-ერთი ყუმბარა ჩამოვარდა შატილში რუსების ნასროლი და იქ მოხდა კინაღამ გადაირია რომ აი მისთვის უსაყვარლეს შატილში ჩამოვარდა ყუმბარა ერთ-ერთი ეს იმიტომ გიამბეთ რომ ზოგი აი ასეთი ამბავია მოთხრობილი ამ წიგნში და დღესაც რა ხდება დღესაც ჩვენი ქვეყანა კიდევ საფრთხე კი არა და პირიქით უკან დავიხიეთ ნუ ეს არ ვიცი აი ასევე მაქვს ამასთან დაკავშირებით ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი როგორ აი მაშინ როდესაც ჯერ რეკომენდაცია მოგვცეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე აი იმ დღეს ვიყავი მიწვეული ისევ სტრასბურგში ევროსაბჭოში იქ აჩვენეს ჩემი ფილმი დედაშვილი და თან მე ვიყავი მომხსენებელი ერთ-ერთი და აი რომ ვიდექი და ვლაპარაკობდი იმაზე როგორ აი ესე დეტერმინირებული იყო ისტორიულად ჩვენი მარტოობა როგორც ქვეყნის რომ მთელი ისტორიის მანძილზე ვიყავით მარტო ეს პატარა ქვეყანა გარშემორტყმული დიდი და ძლიერი იმპერიებით რომელებიც გვანადგურებდნენ გვესხმოდნენ თავს და როგორ აი ეს არის ჩვენი გზა ევროპული გზა არის ამ დიდი მარტოობის დაძლევისა და სულ იმაზე ვფიქრობდი რომ ეხლა რა ხდება მოგცემენ ამ რეკომენდაციას თუ არა და რომ დავამთავრე სიტყვა და მესიჯი მომევიდა რომ მოგცეს რეკომენდაცია და განცდა იყო ისეთი რომ ვითომ მართლა უკვე მოსჩოქა ყველა ნატურა აღვისრულეთ და მე მართლა რამდენიმე თვეში უკვე კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ და ეხლა სად ვართ ხო ახლა ნამდვილად არ ვართ იქ სადაც მოლოდინი გქონდა ან თუნდაც გვეკუთვნის რომ იყო თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში რომ აუცილებლად მივიღოთ იმ წერტილამდე სადაც ხო ველით და ველოდებით მეც დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანი მეც სწორედ იმიტომ ვარ დარწმუნებული რომ თავისი კანონზომიერება აქვს ისტორიას და შეუძლებელია აი როცა ეს განვითარდა ასე აი იქ მივედით და როცა ხალხის სულისკვეთება აი ერთად ეს ერთი ისტორიული კანონზომიერება და მასთან გადაჯერჭული აი ამდენი ხალხის დიდი ნაწილის ყოველ შემთხვევაში საქართველოს დიდი ნაწილის აი სულისკვეთება რომ არ ვიყოთ მარტო აი ამ ჩრდილოელი მეზობლის პირისპირ იმიტომ რომ მართლა ვიცით რომ არავით არის კეთილი ზრახვა რუსეთს თავისი მეზობლების მიმართ არასოდეს არ აქვს. თორე შეიძლება და გვეფიქრა რომ აი ესეთივე თანამეგობრობა როგორც ევროკავშირია შექმნილიყო აქეთ რუსეთთან ერთად ხომ შეიძლებოდა რა რომ ყოფილიყო ეს ყველა რომ ყოფილიყავით დემოკრატიული ქვეყნები სადაც ხალხის ნება არის ყველაფრის გამსაზღვრელი მაგრამ ეს აქ შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში იმ წუთამდე სანამ რუსეთი გახდება ნამდვილი თანამედროვე დემოკრატიული ქვეყანა. ოდესმე ისიც გახდება. ოდესმე გახდება. მაგრამ მე მაგას რომ მოვესწრები ეს კარგად ვიცი. ხო და აი ის დანარჩენია ეს რომ მარტო არ აღმოჩნდეთ ის ამ ძალის პირისპირ აგრესიული იმპერიული ძალის პირისპირ პირდაპირ რომ ვთქვათ აი ეს არის ჩვენი სულისკვეთება და შეუძლებელია ამან თავისი ნაყოფი არ გამოიყოს უბრალოდ აი როდის მე მინდა რომ ჩქარა მე მგონია რომ ცოტა დრო დარჩა იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და თავისუფლები რაც მთავარია და გეთანხმებით აუცილებლად ხო არის კანონზომიერება რასაც ვერაფერი და ვერავინ წინ ვერ აღუდგება რატომ არის რომ ბოროტმას ძლია კეთილმა ბოროტსაც ძლია კეთილმა ხო სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება
ქალბატონო, თქვენ შემოქმედებას რომ დავუბრუნდეთ და ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი, რომ ჩემი ცხოვრება ეკუთვნის კინოს, პოეზიას, ლიტერატურას, მაგრამ არის მომენტი, როდესაც მგონია, რომ ჩემს ქვეყანას ეს უფრო გამოადგება პოლიტიკა ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, თქვენი ახალი ფილმი და წიგნი რამდენად ეხმიანება, რას გააცნობს, ან რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი ამ შემთხვევაში, თქვენი ახალი წიგნისა და დოკუმენტური ფილმის მიღმა? ისეთ რა აი რადგანაც ვილაპარაკე მაინც ეს იყო მთავარი სათქმელი. მთავარი სათქმელი ის რომ აი წიგნში განსაკუთრებით ალბათ ეს ჩანს რომ აი შეუძლებელია აი ეს ქვეყანა აი ასეთი არ გახდეს აი დიდი ერთობის წევრი, რასაც ქვია ევროპა. ეს აჩემება კი არ არის. თავისთავად ეს რაღაც კი არ გვინდა რაღაც ევროპა, არა, ჩვენ ის გვინდა რომ აი ეს მარტოობა სამუდამოდ დავძლოთ, დიდი აგრესიული ძალის პირისპირ არ ვიყოთ და ერთად შეგვეძლოს თანამეგობრობაში თანასწორუფლებიანი ვიყოთ. აი ეს ციცავცაი განცდა სხვათვის. პირველად ჩემზე რა მიმოქმედა ძალიან ისე, როცა ჩავედი ევროსაბჭოში, როცა გავხდით მიწვეული სტუმარი ვიყავ, სტუმრის სტატუსი ქონდა და როცა ვნახე ჩემი თვალით, რომ აი ამ ერთი ბეწო ანდორას და ამ უზარმაზარ გერმანიას ერთი თითო ხმა აქვს და მართლა ერთნაირად წყვეტენ მთელი ევროპისთვის საჭიროებო საკითხებს. აი ეს გვინდა, რომ იყოს თანასწორნი თანასწორთა შორის, რომ არ იყოს დიდი ძმა და პატარა. როგორც ვიყავით მთელი 70 წლის მანძილზე. ხო და აი ეს არის ეს იმ დიდი კულტურული, ცივილიზებული, კეთილდღეობაზე დამყარებული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული ოჯახის წევრი, სადაც მართლა ადამიანს პიროვნებას ეხსნება ყველა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, მიიღოს განათლება და ელემენტარულად იყოს ბედნიერი. და კიდევ მე დავუმატებდი, რომ კონდეს შესაძლებლობა, რომ დატკბეს ბუნების და ადამიანის მიერ შექმნილი სილამაზით. ანუ ყველანაირი ხელოვნებით და ბუნებით ერთად და მაშინ და ადამიანის ურთიერთობით. ქალბატონო, თქვენი მოღვაწეობა პრინციპში იმ დროს ემთხვევა, როდესაც საბჭოეთი ციტაკის ხმაურია ისეთი რომ არა ცუდად კი ბატონო ახლა თქვენი ასე ვთქვათ შემოქმედება იმ პერიოდს უკავშირდება საქართველოში, როდესაც საბჭოეთი ბრჭყალებში ყვაოდა ამ შემთხვევაში. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურაში თავისუფლებას? მოდით მაინც ესეთი შეკითხვა რომ უკვე არის პასუხი. თავისუფლების გარეშე შემოქმედება არ არსებობს, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის, აი ეს არის ერთ-ერთი პარადოქსი საბჭოთა წყობის, იმიტომ რომ მთელი საბჭოთა სისტემა, რაც იყო, მთელი იდეოლოგია მიმართული იყო იქით, რომ პიროვნება არ ყოფილიყო თავისუფალი და მიუხედავად ამისა, არა მე არ ტერორისტ წლებზე არ ვიტყვი, ყველანაირად დათრგუნული იყო ადამიანი, მაგრამ მე აი 50 წლების მერე, ანუ სტალინის სიკვდილის მერე, როდესაც რაღაც მაინც მართლა შეიცვალა და აი იმის შესაძლებლობა მართლა იყო, რომ პიროვნებას ეგრძნო თავისუფლად და გამოეხატა აი ის რაც მასში იყო და აი ამიტომ შეიქმნა იმ დროს ქართული მწერლობა, ნამდვილი ქართული მწერლობა, თეატრი, კინო, ყველა სხვა რესპუბლიკებში, მართლა ჩვენ გამონაკლისი კი არ ვიყავით. ყველგან მოხდა რაღაცნაირი აღმავლობა. ჩვენთან სხვათვის კიდევ ცოტა განსხვავებული იყო. მეტი თავისუფლება. ცენზურა არ მოქმედებდა ქალბატონო ლენა მაშინ. მეტი თავისუფლება და ცენზურაც ჩვენთან თითქმის კი არა, საერთოდ არ არსებობდა, უნდა გითხრათ, აი 60-იან წლებში და 80-იანში მით უმეტეს. არა, აი 80-იან წლებში ერთადერთი ფილმი გადავიღე ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ეს იყო ორომტრიალი, უკვე აი პერესტროიკის მერე. იქ უკვე მართლა მოსკოვიც აღარ ერეოდა იმას და იქამდე ყოველ სიტყვას ამოწმებს და მოსკოვი, მაგრამ მაინც ვახერხებდით ყველანი,
მთელი ქართული კინო აი რომ დავუკვირდეთ ეხლა ამ თვალით რომ შეხედოთ იყო მაინც აი მართლა წინააღმდეგობის კინო აი შეიძლება ითქვას დისიდენტურიც კი აი შეიძლება ასე ითქვას იმიტომ რომ აი თავისუფლების სული ნამდვილად სული იყო აი ამ ჩვენს ყველასი აი არც ერთი ფილმი არ იყო აი ვერც ერთ ფილმზე ვერ იტყვი ისეთ რომ პირდაპირ იყო გამდიდება საბჭოთა სისტემის რაც უნდათ ჩვენგან მაგრამ მართლა არ გამოუვიდეთ ვერ ახსოვდი მაგრამ აი დღესაც მგონია რომ აი პარალელურად რომ გავავლოთ დღესაც ცენზურა ჯერ თუ არა ნელ-ნელა შემოდის ამოქმედდება რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი ჩვენთან ახალ თეატრში ოიდიპოს მეფეს ვთამაშობთ და არ ვიცი შეიძლება ვეღარ ვითამაშოთ იმიტომ რომ ის ცენზურა რაც უნდათ რომ ამოქმედდეს იმედი მაქვს ვერ მოასწრე იმედი მაქვს არა ეს ასე უცებ არ ხდება ესეთ აი ნელ-ნელა ხდება და მართლა მგონია რომ აი ეს ქართული თავისუფლების სული დამოუკიდებლობის და თავისუფლების თვითმყოფადობის სული მართლა გაიმარჯვებს რა თქმა უნდა დარწმუნებული აი რაც არ უნდა ცენზურა იყოს მეც გეთანხმებით იმაში აუცილებლად რა თქმა უნდა რომ ჩვენი საქმით ზუსტად ეგ უნდა გავაკეთოთ ეს იქნება სპექტაკლის ფორმა ეს იქნება ფილმი თუ არ აქვს მნიშვნელობა ბოლომდე ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ და მე მგონი ძალიან კარგი საშუალებაა ეს სცენა ჩემ შემთხვევაში ან არა თეატრი ახლა მართლა ამბობს თავის საქმეს გამშვენიერია მე ძალიან მომწონს ეს მანიფესტი ეს ისეთი გაცხადებაა მართლა ესეთ აშკარად და ნიჭიერად გამოხატულია ეს მართლა თავისუფლებისკენ სწრაფვის აი ესე ვიწყოდი ეს მანიფესტი და რომელიც გავიდა თან ხალხში აი სწორედ ის რომ გამოვიდა გარეთ ეს საოცრებაა იცით ხალხში გასული აი ასეთი თეატრის მიერ სათქმელი არაჩვეულებრივი რამე გააკეთა დოიმ და საერთოდ ყველამ ერთად მართლა შესანიშნავი მოვლენაა იმიტომ რომ აი ეს დარჩება აი ამ დროს როგორც ამ დროის გამომხატველი და მთელი სულისკვეთების ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი მოვლენა იყო ეს იყო კი არა არის ეს მანიფესტი არის და იქნება სანამ მართლა ის რეალობაში არ გადაისახება ეს ჩვენი თავისუფლება მე ყველაზე ძალიან ახლა რა მიხარია იცით ნუ გულის სიამაყით მევსება ეს ცალკე თემაა მაგრამ აი რაღაცა შიგნით ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ მე დარწმუნებულია ვინც ახლა გვიყურებს თქვენგან მოსმენილი ეს სიტყვები კიდე სხვანაირად შევა მათ ტვინებში და გულამდე მიაღწევს რაც მთავარია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის იმიტომ რომ ხო არის მაყურებელი ვინც ყველანაირი მაყურებელი გიყურებს ჩვენ რა თქმა უნდა მხარეებზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მაგრამ ხო არის რაღაცები რასაც ზოგი ვერ აღიქვამს ახლა რა ხდება ვერ აღიქვამს იმ სიმძაფრით რაც ახლა მართლა ძალიან მძაფრია და მართლა სავალალოა რაღაც ეტაპები მაგრამ აი ქალბატონი ლანა ღოღობერიძის მიერ წარმოთქმული ის ფრაზები რაც მე არ ვიცი რა დამემართა გულში დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს მაყურებლის ძალიან ისეთ ზუსტ წერტილამდე მიაღწევს და არა მე ბუნებრივია რაღაცნაირად უნდა კონდეს დაჩლუნგებული მართლა აღქმის უნარი ეს რომ ვერ იგრძნო რა ძალა აი რა ძალა თან ამ წარმოდგენაში და თან აი დოკუმენტური თხრობების ჩართვაში აი დოკუმენტურად აღქმული კიდევ ადგილებზე ადამიანების სათქმელი ნამდვილი სათქმელი აი გულიდან ამოგლეჯილი სიტყვები ეს ერთად ყველაფერი მართლა საოცრებაა და 27-ში ველოდებით ისევ რომ დავუბრუნდეთ აუცილებლად ხო ამირანშია ხო ქალბატონო ლანა რო არ შევცდეთ ამირანშია დასწრება შეგვიძლია თავით ასე ვთქვათ ეს არ ვიცი როგორ იქნება ჩვენ გავარკვევთ არაფერი არ ვიცი იმიტომ პატარა დარბაზშია კი ბატონო პატარა დარბაზში გასაგებია ჩვენ რაღაცნაირად შემოვწვრებით მადლობა დიდი ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ შემოთავაზება და მოწვევაზე უარს
ეს ყოველთვის ამაღელვებელია, ხო იცი თურმე 100 წლისაც რო იყო და თითქმის ვარ 100 წლის. მე არ ჯერა. მე არ ჯერა. მაშინაც ისეთივე ამღელვარია პირველად ფილმის ჩვენება და პირველად ფილმის წარდგენა. ეს მხოლოდ პროფესიონალ ადამიანებს ემართებათ და იმ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ თავის პროფესიაში და იმის ფასი მართლა რასაც აკეთებთ. ასე რომ თქვენ ნათელი მაგალითი ხართ ძალიან ბევრი რამის საერთოდ და ჩვენთვის ხართ როგორ გითხრათ, მისაბაძი მაგალითი თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, როგორც პროფესიონალი, როგორც პიროვნება, როგორც ქალი უბრალოდ და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მართლა შეგვიძლია თქვენს პერსონაჟს შევხედოთ და ჩვენთვის იქცეთ მაგალითად როგორები გვინდა რომ ვიყოთ და ასე რომ ნამდვილად ალბათ მე და ანა რაღაცა ერთ გავაერთიანებ ასე ვთქვათ ჩვენს მადლიერებას აი ამ თქვენი პერსონის მიმართ ზოგადად და საქართველოა იმით ბედნიერი რომ ლანა ღოღობერიძე სწორედ საქართველოში დაიბადა და ყავს ასე რომ კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენგან უდიდესი პატივისცემა და სიყვარული. გაუტანო ლანა, სანამ ესე დავასრულებთ ჩვენს სტუმრობას, რომელიც ჩემთვის ძალიან რთული დასასრულებელია, პირადად სულ არ მინდა რომ გაგიშვათ ახლა ამ სტუდიიდან. თუ გეგმავთ კიდევ რაიმე ახალზე მუშაობას, ან ხომ არ მუშაობთ უკვე? ხომ არ გაგვანდობთ? არა, ეხო დავამთავრე ფილმი. ჯერჯერობით, ანუ ხო, ყველაფერი წინ არის და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი ფაქტორი. რამეს მოვიფიქრე. მაგაში ეს არ გვეპარება ჩვენ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და 27-ში მე მგონი ძალიან დიდი ბედნიერება გველოდება მოკლედ წინ. ესე იგი მარია მაგ კარგად ჩამოაყალიბა, რომ მართლა თითოეულ სიტყვაში ვეთანხმები და მეც უბრალოდ მოკლედ დავამატებ, რომ უბრალოდ უღრმესი მადლობა რომ ხართ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ესე პირადად გაგიცანით და იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით. ხედავ რომ არ ვასრულებთ ანა. ხო, მართლა მიჭირდა არ მინდა რომ დავასრულოთ, თუმცა საეთერო დრო უკვე იწურება, მაგრამ მისამოვნებით გავაგრძელებდი კიდევ თქვენთან საბას. ჩვენ შეგვიძლია რეკლამა ვნახოთ და ჩვენ გავაგრძელებთ საუბარი. მადლობა წარმატებები. დროებით არ გადავცოთ, მალე დაგებრუნდებით. აი რაც მიყვარს. საერთოდ ტელემაყურებელმა მე ვაპირებდი ახლა დაბრუნებას, ხო, მაგრამ არ მაცადა ანა. დაბრუნდა დაუმახინეთ. და რაც სწორი არ დაბრუნებულ ვართ მარტო, ორი არაჩვეულებრივი ადამიანია ჩვენთან ერთად და სანამ წარგიდგენთ მათ, უნდა გითხრათ, რომ კერძო თეატრებში სპექტაკლები განახლდა რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ და ახლა უკვე სათქმელს მსახიობები და რეჟისორები უკვე სცენიდან იტყვიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ხმამაღალიც იქნება მათი სათქმელი და მათი სიტყვა და ძალიან ბასრი და მჭრელიც. აუცილებლად. სხვანაირად არ გამის. მე სამი ადამიანი მიზის ახლა მიმშვენებს გვერდს, რომლებიც წარმომადგენლები არიან თეატრისა. მეც მოკრძალებულად უფრო, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ უფრო ხო, კი, ხმამაღლა აკეთებთ ამ ყველაფერს და მიხარია რომ მე თქვენი მეგობარი მქვია და თანამოაზრე და მოდი წარვადგენ ახლა ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს ნამდვილად კოკორო ინიშვილი და ირაკლი ჭიქუძანი დასტუმრები ჩემი მეგობარი კი ირაკლი ყველაფერი ხდება მოკლედ ეს ადამიანები გარდა იმისა რომ დარწმუნებული ვარ რომ რუსთაველზე ისევ იქნებიან ასევე სცენაზეც იდგებიან და რაც უკვე თქვი და აღვნიშნე თავის სიტყვას იტყვიან სცენიდან რამდენიმე დღის წინ მოდი კოკო გადმოვალ პირდაპირ შეთან სანამ ირაკლისთან ალბათ შემდეგ უკვე კითხვით გადავა სპექტაკლი რომელიც დაიდგა იმ პროცესებამდე, ხო სწორად მახსოვს, რომელიც უკვე ნოემბრის შემდეგ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ცოტა ხნით ადრე პრინციპში რამდენიმე თვით. ხო, 1 წლის წინ დაიგო. შენი სათქმელი პრინციპში იყო ის მანკიერება, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში და ახლაც არის და გრძელდება. მოდი მოგვიყევი
თავარი შენთვის რა იყო? თავარი ინსპირაცია რა იყო? მე კიდე ახობით ხვდები, ვისაც ეს სპექტაკლი ანახო გვაქვს. ხვდებით რა არის, იმიტომ რომ იქიდან გამოდიხარ და ხვდები ზიზღი გაქვს პირდაპირ მნიშვნელობით საერთოდ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც იქ ხედავ, იმიტომ რომ აიგივებ იმ ყველაფერთან რაც ხდება შენს ქვეყანაში და შეიძლება შენს ქვეყანაშიც არა, ხანდახან შენს თავშიც. მოდი დავიწყოთ იქიდან რა იყო ინსპირაცია ამ სპექტაკლის გაკეთების. ზუსტად პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით რომ მოგვიწვიეთ. ერიკით. და ხო, რა ინსპირაცია რა იყო? ალბათ ეგ რაც შენ აღნიშნე ზუსტად რომ ეს არის სცენები ცხოვრებიდან პრინციპში, რასაც ყველა ხედავთ, უბრალოდ ხშირად თვალს ვარიდებთ ხოლმე, იმიტომ რომ ესპანური სისხლი თქვენია ხოლმე. ხან ხო, აი ეს არის სხვის მაგერად რო თქვენია, რაღაცა ეგეთი ბევრი სცენა გამოვიდა ამ სპექტაკლში. ეს არის ორი მოთხრობა არის გაერთიანებული, სპექტაკლს ქვია პარაზიტების მეჯლისი. ხო, ну ეს არის ორი მოთხრობა გაერთიანებული, ერთი მწერლის, შესანიშნავი მწერლის. ჩვენ რაღაცნაირად ეს ვაქციეთ პიესად და არ ვიცი, მე თითქოს რაღაცა დავდგი ის არა ქვია, ცოტა ირონიით, მაგრამ ხალხი გამოდის და დაზაფრული ვარო მეუბნება და ნუ არ მეგონა თლათ ესე დაიზაფრებოდნენ. ხო, დაიდგა ცოტა ადრე ვიდრე ეს ამბები განვითარდებოდა, ეს დაიდგა 1 წლის წინ და რა ვიცი, კაი, ესე იგი რაღაცა სწორად გავიკეთებია ყველას ერთად, რომ დღემდე ესე ხვდებათ ეკალივით ადამიანებს. რამდენად მნიშვნელოვანია კოკო შენი აზრით აი ეს ბასრის სიტყვა დღეს სცენიდან, რაც გაჟღერდება და დავიწყეთ პარაზიტების მეჯლისით, თქვათ ჩვენი თეატრის ამ შემთხვევაში გახსნა თუ შეიძლება დავარქვათ იმ პროცესების ფონზე, რაც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს თითქოს სულ სხვა ძალა ხომ არ მიეცა კიდევ მსახიობის სიტყვას, რაც უნდა გაჟღერდეს სცენიდან. რა თქმა უნდა, არ მხოლოდ მსახიობს, რეჟისორის და თეატრის სასწავლებლად ჩვენ ნახეთ, რომ რაღაცა თეატრი ძალიან გამორჩეულად იბრძოდა და იბრძვის დღემდე, ხო? უბრალოდ მე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, მე ვფიქრობ, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და სხვადასხვა ფორმით. მე მგონია რომ ეგ ძალა თითქოს რაღაც მომენტში კი არ დაკარგა თეატრმა. უბრალოდ არ იყო ისეთივე ბასრი, არ გვესმოდა. შეიძლება ვერ ვისმენდით, ჩვენში იყო პრობლემა, მაგრამ აი დღეს მგონია რომ სულ სხვანაირად შევა მაყურებელი თეატრში. შეიძლება, ახლა გუშინ პრემიერაზე ვიყავით მაგალითად ბატონ ლევან ჭულაძის სპექტაკლის ცხვირი სახელოსნოში და ხო, ისიც აბსოლუტურად დღევანდელობას ეხება და პირდაპირ გირტყავს, ხო? მანამდე დათას ლიბერტე ნახეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ხო, მე მგონია რომ თეატრი თავის სიბასრეს შეიძლება რაღაც მომენტში ჰქონდა დაკარგული რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან კაფიო არის და ძალიან ხისტი და ძალიან ესეთი ფუნქციურადაც ეგ არის სავარაუდოდ. ამ თეატრს აქვს ბევრი ფუნქცია. ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე წინ წამოწეული არის ეგ. შენ თქვი რომ თეატრები გაიხსნა, ყველა თეატრი არ დაუბრუნდა რეჟიმს, მაგრამ მე ვახსენე კერძო თეატრების რაღაც ნაწილი. კი, კერძო თეატრების რაღაც ნაწილი დაბრუნდა, ისე სცენიდან ამბობს სათქოს და არა მხოლოდ სცენიდან, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ქართულ თეატრს არ დაუკარგავს ერთიანობა, ის ერთიანობა, რაც იყო თვეების წინ და პირიქით ეს ერთიანობა მე მგონია, უბრალოდ იმ დროს თქვი ინტერვიუში, რომ ერთიანობა არ არის ბევრი ხალხი, რომელსაც ერთი აზრი აქვს, არა. ერთიანობა არის ბევრი ადამიანი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და ერთ საქმეს აკეთებენ. მე ესე მგონია, ესე ვუყურებ ერთიანობას უბრალოდ და ეგ ერთიანობა სხვათა შორის ამ ერთიანობის ძალიან ეშინია ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. კი, დიდი მადლობა კოკო. იარაღი არ მინდა ხოლმე. ხო, არ მინდა იარაღი ვიხმარო სიტყვა, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ თქვა, ერთიანობა არის ერთ-ერთი ის, რაც ყველაზე საშიშია ალბათ. იმათთვის. ხო. ირაკლი ხო? ირაკლისთან გადავიდეთ შეიძლება. ხო, იცი რა, ხა მარიამ რა კითხვაც დაუსვა კოკოს, ალბათ იგივე კითხვა მექნებოდა მეც შენთან, თუმცა კიდე ერთ რაღაცას დავამატებდი. იცი რა, როგორ გაიყო თითქოს აზრები რა ბოლო პერიოდში, რომ
არ უნდა დაბრუნდეს თეატრის სცენაზე, ზოგი ამბობდა ამას, ზოგი ამბობდა რომ პირიქით უნდა დაბრუნდეს. არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრი, თუმცა ალბათ ეხლა არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვა, ჩემი აზრი, ალბათ ჩემ უფრო კითხვა უნდა დაგისვა, თუმცა ხოდი მოდი ჯერ კითხავ და მე ჩემს აზრს თქვი თუ გინდა და მე გავაგრძელებ. ხო, არა, ხო მე მგონია რომ უნდა დაბრუნდეს თეატრის სცენაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სცენიდან ყველაზე კარგად ვიტყვით ჩვენს გასათქმელს და არ მგონია რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით რაღაცას გამოვაკლდებით ან რაღაცა უკან დავიხევთ ან აღარ ვფიქრობთ იგივეს, რასაც ვფიქრობთ. პირიქით, უბრალოდ რაღაცა შეიძლება ისე არ იმუშავა. ასე ვთქვათ, ხერხი გიჩნდება იმისა, რომ ჩვენი სათქმელი თქვა. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩემი აზრით სცენიდან ვთქვათ ეს სათქმელი. მოკლედ ეს ისე ბოდიში. მართალია გეტყვი. ხო, მაინტერესებს ამ შემთხვევაში შენი აზრი. რა არის იცი რომ უნდა დაბრუნდეს თეატრი, მაგას ბევრი მიზეზი აქვს რა. და შიდას ვიტყვი რომ მსახიობისთვის სცენაზე დგომა მართლა აღმოვაჩინე კიდე ერთხელ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს ფუნქცია გეკარგება, ეგრევა რაღაც არ თამაშობ, არ იცლები, არ ხა რამდენიმე სპექტაკლი რო ვითამაშეთ, უცბად მართლა დაბრუნდა ხალისი, ანუ დილით დგები, უცბად რაღაცა მიდიხარ, ფიქრობ როლზე, სათამაშო გაქვს, იქ ამოცანებზე ფიქრობ რაღაცა ამაზე და ირთვება მთელი შენი სხეული, შენი ფსიქიკა და მომართული ხარ, რომ შენ პროფესიაში ხარ. თუ ვიღაცებს რო ეგონათ რომ რაღაც გაიფიცნე და გაიფიცნე. ანუ ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან. და ეხლა ეს დაბრუნება არის ეს არის ერთი ნაწილი აუცილებელი. ეხლა სხვა მსახიობებსაც რო ველაპარაკები, ნუ ყველას სურვილი აქვს რომ ითამაშოს. თუმცა ყველა აცნობიერებს რა დონის რთული სიტუაცია ქვეყანაში. და რომ ხო მორალი არ გიშვებს რომ ითამაშო და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ რო ვფიქრდები, ხო უნდა გაიხსნას, უნდა მოვიდეს მაყურებელი და ეხლა შიგნით ვესაუბროთ. მე შიგნით და ისე გარეთ და ეს მოძრაობა არ უნდა დამთავრდეს რა და ბევრად მეტს ისვრის მაგალითად ეხლა ხო იყო სპექტაკლები. მაყურებელზე ეს ყველაფერი და ესენი მიდიან მერე და ხუცხვებს ესაუბრებიან. ამიტომ ვფიქრობ რომ დროული იყო 100 დღის მერე გახსნა რა. და არ ნიშნავს გაიხსნას თეატრი უკან დახევას. აი ეს მინდა რომ რაღაც შემთხვევაში. პირიქით აი უკან დახევა რა შეიძლება იყოს. პირიქით არის ეს ყველაფერი, უფრო მეტია. პოზიცია შევიცვალეთ, ხო არ შეგვიძლია. რაღა, მაშინ უკან დახევა არ არის. აქ ჩვენ ველოდებით ახლა მომენტს ალბათ რომ ჩვენ სათქმელს ვაგრძელებთ და ანუ ვართ მზად ყველაფრისთვის. იმიტომ რომ ტერია ჩვენს წინ, ჩემთვის ასეა. და აი ახლა როცა რეპეტიციები გაქვს ირაკლი რა, არის რაღაც ხვანაირი შეგრძნება რეპეტიციაზე ყოფნა, გარდა იმისა რომ კარგია. ანუ თითქოს ის დაგროვილია იმ რაღაც გამოცდილება ეს 100 დღის განმავლობაში და მართლა გამოცდილება იყო. ზრდა იყო რაღაც საკითხებში, უფრო მეტად გავეცანით რაღაცებს, უფრო მეტად გავეცანით რა იყო წარსული და კავშირი და პარალელები გაევლო და იწვევს ეს ზრდას და ამას რო იყენებ რაღაცნაირად ბევრად სხვანაირია ეს რეპეტიციები რა. არ ვამბობ რომ ეხლა ჩვენ გადავეშვით რაღაცა სიამოვნების ჩვენი პროფესიის რაღაცა იმაში მორევში, მაგრამ ნუ დროული იყო რა და ვფიქრობ რომ სწორია რომ დაბრუნდა რა. და უფრო ზუსტად ვიტყვით ჩვენს ბევრი ხალხი მუშაობს თეატრში და ხო, ნუ სცენაზე დგომა ჩვენი ჰაერია რა, ესე ვთქვათ. ამაში დავწმუნდით. თუ მეტეს დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ მაინც მივდივარ, რატომღაც თქვენი სიტყვა რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანი არის, ამაზე მე მგონი თავხვდებით ხო, ყველა მსახიობებზე და რეჟისორებზე მაქვს ლაპარაკი. რომ სულ სხვა ძალა აქვს თქვენთვის სიტყვას და თქვენ შემთხვევაშიც რაც განმეორდები და კიდევ ვიტყვი იმას რომ სცენიდან დღეს თქვენ სიტყვას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, აბსოლუტურად სხვა ძალა აქვს, აბსოლუტურად სხვა ფუნქცია შეიძინა. ჩემთვის პირადად რომელიც მე ვარ ადამიანი რომელიც თეატრში გავიზარდე, თეატრის ბავშვი ვიყავი და დღეს თეატრში რომ შემოვდივარ და შემოვალ, სხვა რაღაცას ველოდები, სხვა სათქმელს ველოდები, სხვა სიმართლესაც ველოდები, ყველაზე კარგი გაგებით, იმიტომ რომ მე დიდი გულშემატკივარი ვარ მე თვითონ თეატრის და აქედან გამომდინარეც მაქვს აი ეს განცდა რომ შევალ და რომ ვიცი სად შევდივარ, ის იქიდან იმას მეტყვის, რასაც კი, ველოდები და ჩემს გვერდით შეიძლება ისეთი იჯდეს, ვინც საერთოდ არ ელოდება, მაგრამ თქვენ იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, ხო, ძალა გქონდეთ ხელში, რომ სულ სხვანაირად შემოუბრუნოთ მას, განწყობაც, გუნებადამწყობილებაც, დამოკიდებულებაც სხვანაირად შეახედოთ იმ საკითხებზე, რაც მაგალითად ვერ დაინახა იქამდე და შეიძლება კი არ ვაკნინებ პირიქით, მე თვითონაც რუსთაველზე ვდგარ, შეიძლება ისე ვერ დაინახა მაგალითად ერთი რუსთაველზე მდგომი ადამიანისგან, როგორც დაინახა ირაკლის ერთი სიტყვის
განათლა, ანუ დიდი ფუნქცია გაქვს დღეს თეატრებს და ეს ფუნქცია უნდა გამოიყენოთ თქვენ, იმიტომ რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად თეატრს დღეს, მით უმეტეს რომ სწორედ თეატრი და ხელოვანი ადამიანები და მსახიობები კონკრეტულად იყავით ის ადამიანები, რომლებიც პირველები გამოხვედით და რაღაცნაირად ფრონტის თუ შეიძლება დავარქვათ, წინა ხაზზე იდექით და დგახართ. კოკო. გარდა ამისა, დავამატებ თუ შეიძლება იმ ძალიან მნიშვნელოვანმა ამბავმა, რაც თეატრმა გააკეთა, რეალურად 100 დღეზე მეტი გაჩერდა. საერთოდ ამითი შექმნა რაღაცა ძალიან საინტერესო პრეცედენტი სხვების დასანახადაც. თავიდან სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ამაზე ძალიან ინერვიულა, იმიტომ რომ მან ისინი მიხვდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს გადამდები და მე მეც გეტყვით, ეს აუცილებლად იქნება გადამდები. მოვა დრო, რომ არა მხოლოდ თეატრები, იმიტომ რომ თეატრმა თავის ძალა აჩვენა და თეატრმა აჩვენა, რომ გაფიცვას აქვს აზრი. არა მხოლოდ თეატრები, არამედ ყველა გაიფიცება და ძალიან მშვიდობიანი პროცესებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ იმ გზაზე, რა გზაზეც ჩვენ ისტორიული სვლა არის გულისხმობ ევროკავშირს და ევროპას და დასავლეთს. ხო, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად შეგვიძლია. ამიტომ აქვს დღეს თეატრებზე აგრესია. ამიტომ აქვს დღეს კონკრეტულ მსახიობებზე, კონკრეტულ რეჟისორებზე აგრესია. ამიტომ ებრძვიან ასე, იმიტომ რომ აი ქართულმა თეატრმა ესაჩვენა, რომ გაფიცვით შეიძლება ძალიან დიდი ცვლილებები მოხდეს და ამიტომ ისინი ახლა ეცდებიან, ზუსტად ვიცი, რასაც ეცდებიან, ისინი ახლა ეცდებიან დააკნინონ თეატრი, თუმცა არ გამოუვათ, აქვე გეტყვით, იმიტომ რომ თეატრს, ქართულ თეატრს დღეს ყავს იმდენი მაყურებელი, რამდენიც დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში არ ყოლია საქართველოს. ეხლა ძალიან რთულია თეატრებში უკვე ბილეთი იშოვოთ. ნამდვილად. ხო და ეგ ამ ძალიან დიდი ძალა აქვს და ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს რა. იმას ვამბობ, რომ ეხლა შემდეგი ამათი ნაბიჯი არის ნამდვილად თეატრების დაკნინება, მაგალითად ის თეატრი შეადარონ ბორდელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ან თქვა რომ ბორდელი უფრო ძვირფასი დაუშვათ ის არის, აქვს შენობა არის, დაწესებულება არის ვიდრე თეატრი, ასე დაიწყებენ მაგალითად, ну ესეთი პარაზიტები რა, პირდაპირ ვიტყვი, რამიშვილისნაირი პარაზიტები დაიწყებენ ამაზე მუშაობას, აუცილებლად ეს არ გამოუვათ. თეატრი უფრო გაძლიერდება და კიდევ ვითქვის თავის სიტყვას. მოსაოდნელია მათი ქცევები. ჩვენ უნდა ვიყოთ არაპროგნოზირებადი. მე ასე მგონია და ეს არაპროგნოზირებადობა ჩვენში არის, ჯერ ერთი გეგმები არის, ბევრი რომელსაც რა თქმა უნდა არ გავამხელ. მე ძალიან მაინტერესებს გულწრფელად რომ გითხრა. არა, ეს გეგმები იქნება ძალიან ხისტი და აბსოლუტურად ამოუცნობი მათთვის. იცოდეთ რომ ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია და საერთოდ იკარგება მე, როდესაც შენ ხარ არაპროგნოზირებადი. მე გამოდის ვიღაცა ისა კობახიძე გაშტარებული სახით, იგი დინარაძე გამოდის ის საერთოდ რაღაცა გული მიკვდება ამ კაცს რო ხედავ მართლა აი დააკვირდით აი დინარაძეს დააკვირდით აი მე გული მიკვდება რო ხედავ მაგალითად რა და მე ირევიან თვითონაც და 1000 გვარ სისულელეს ლაპარაკობენ ეს ყველაფერი წინ გვაქვს მახავთ ამ ყველა პარაზიტობა ახსენე რაღაცებს ეს ბორდელი რომ უფრო ისეთი ძირფასი დაწესებული უტიფრობაც არის და უტიფრობაც ხო აი მაგალითად შემხვდა ცოტა ხნის წინ ასეთი ფრაზა რომ დოის თეატრში მაყურებელი არ ყავს საერთოდ და რაზე ლაპარაკობს და საკუთარი დედა ვერ წამიყვანია ჩემს სპექტაკლზე იმიტომ რომ ბილეთებზე რა ამბავი ახლა ძალიან კარგად იცის მაყურებელმა მე ჯერ არ მქონია ის ბედნიერება რომ ახალ თეატრში რეპეტიციები დაგვეწყო მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე დავიწყებთ და მართლა იმდენი დამიგრო და მე პირადად სათქმელი და ისე მძაფრად ერთი სული მაქვს რეპეტიცია მქონდეს რომ აი ეს ყველაფერი იქ ჩავდო და მივიტანო მაყურებლამდე ალბათ აი ძალიან სწორი თქვა შექსპირმა ხო ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამეორდა ეს მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორე საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა უნდა გიჩვენოს მსახიობების გადაკეთებას. ხო, ეგ ისეთი რაღაცაა. მსახიობი რაღაცნაირად ამუშავებს ინფორმაციას, აი საიდანღაც ამუშავებს და გამოგაქცენას. იმიტომ რომ კობახიძეც გითამაშია და ყველა და ფსიქოტიპი თავიდან ბოლომდე იცი ყველასი. ხო, მოვლენებს იჭერა. ეხა ეს პარაზიტების მეჯლისიც ეს როლი რაც არის
ჯერტი კოკომ დაიწყო ლაპარაკი ამ იმაზე მივხვდი რა ხე რაღაც ცოტა გამოსულიყო გარეთ რა. მე დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს და აი ვინც ნახა ყველამ აი გამახსენდა ჩემი ცუდი მათემატიკის მასწავლებელი. ჩემი დირექტორის დამპალი და რაღაცა გაახსენდა ხალხს და ეს გაღიზიანება მოხდა თეატრში და არა უშუალოდ სამსახურში. აი იქ აღებული გაღიზიანება მაყურებლის სწორი იმპულსი რაც მიიღეს ის უფრო სწორად მუშავდება მასში რა იდეა ყალიბდება რა იმიტომ რომ შედის ყველაფერი და ამ სპექტაკლმა იქნა ჩემი აზრით რა და ყველაზე მტკივნეული პროცესია სხვა შეიძლება როდესაც საკუთარ თავსაც ამოიცნო ფილმს სხვადასხვა პერსონაჟი ბევრი პერსონაჟია იქ და ძალიან ბევრი წახნაგი აქვს თვითო პერსონაჟს და აუცილებლად ხედავს საკუთარ თავს ერთ-ერთში მაინც თუ შენ პერსონაჟი კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვთქვათ მე ვერ დავინახე სხვა გოგონაში აუცილებლად ხედავ და ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია ჩვენ ძირფასმა მეგობარმა ალბათ კი რა თქმა უნდა ამ სპექტაკლზე მე ვიღეთ კომპლიმენტები ვიღაცა გაღიზიანდა ვიღაცა გაბრაზდა და ასე შემდეგ მაგრამ ერთი ჩვენი ძვირფასი მეგობრის კომპლიმენტი ალბათ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ამ სპექტაკლზე რომ დავთავრდა გამოვიდა და მე სამსახურიდან მოვდივარო თქვა და მართლა წამოვიდა სამსახურიდან აი მოქმედა ანუ მე აი ეთერს გარეთ გეტყვით კიდევ ერთხელ წმუნდებით თეატრის ძალაში და სიტყვის ძალაში მე ხო გამოსულვარ მე და რამდენიმე რეაქცია მინახავს რამდენიმე მოლოცვა გვინახავს და მე საერთოდ თვალებში ხვდები ხა ადამიანს პროცესი გავლილი აქვს ჩვენთან ერთად თუ არა ეთყობა რა აქ არის როგორ იცი რომ აი შოკში არის მართლა აუ რაღაცას რომ მიხვდა რა ხო და როგორ არა აქ ძალიან დიდი ძალა აქ თან და მაგის ეშინიათ რა თქმა უნდა თან თეატრი აერთიანებს ყველას აი მართლაც ვინც ზის დარბაზში ხა ძალიან იქ თუ არა ხარ პროპაგანდის იმაში გადახვეწილი და ამას მე მაინც არ მივიღებ ესე თუ არ ხარ ყველას აერთიანებს იმასაც მოხდება სადღაც აუცილებლად და სწორედ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ადამიანისთვის, როდესაც ხვდები, აანალიზებ, გტკივა, ძალიან მტკივნეული პროცესია და ამ დროს იწყება კათარსისი, რასაც ეძახიან და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი. მოკლედ, მე მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. აქვე სიტყვის ამ აუცილებლად დღეს გვაქვს ქალაქის თეატრში ლინეინის სილამაზის დედოფალი დავით თარბას შესანიშნავი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი და შესანიშნავი ოთხეული თამაშობს მათ შორის ირაკლი ჭრიკვაძეს და დღეს საღამოს 8 საათზე გელოდებით ქალაქის თეატრში ყველას. რა კარგია, მე არ ვიცოდი და გელოდები. მოვდივარ. გელოდებით მოკლედ რა თქმა უნდა ქალაქის თეატრში ყველას, ვისაც უყვარს თეატრი და ვისაც ჯერ არ გიყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეგიყვარდებათ. მოკლედ გელოდებით ყველას ირაკლი დიდი მადლობა, რა კარგია რომ შენი სახელი გამიხსენე. კონსტანტინე მე ანა დამემშვიდობები. ანა შენ დამემშვიდობები. კარგია რომ გახსოვს იმის სახელი. მოგემშვიდობები, უღმესი მადლობა. ახლა გემშვიდობებით, თუმცა ჩვენს ტელემაყურებელს უნდა შევთავაზოთ აუცილებლად ძალიან საინტერესო სიუჟეტი. მოკლედ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეფინიციით, სიმსუქნე წარმოადგენს ორგანიზმში გადაჭარბებული არანორმატიული ცხიმის დაგროვებას. ცხიმის დაგროვება გამოწვეულია ცხოვრებისა და კვების არასწორი წესით, ჭარბი წონის მიმართ, გენეტიკური მიდრეკილებითა და ენდოკრინული დარღვევებით. ჭარბი წონა წარმოადგენს არა მარტო მძიმე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების რისკ ფაქტორს, არამედ სერიოზულ ესთეტიურ და რეპროდუქციულ პრობლემასაც. სწორედ ამიტომ კლინიკა პირველმა კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად შეადგინა წონის კორექციის კომპლექსური პროგრამა, რომელიც შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. თანამედროვე მეთოდებით. უფრო დეტალურად რა სიახლეებს გვთავაზობს კლინიკა, პირველი წონის კორექციის თვალსაზრისით უნდა ვნახოთ აუცილებლად ჩვენ სიუჟეტში, მოკლედ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ჩემთვის, ასე რომ ვნახოთ სიუჟეტი და მალე დაგიბრუნდებით. დღეს მოვედი კლინიკა პირველში წონის კორექციასთან დაკავშირებით. მაქვს წონის პრობლემა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, დიეტების, ვერ მივაღწიე ჩემს სასურველ შედეგს. გავიგე რომ კლინიკა პირველში არის წონის კორექციის პროგრამა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მივაღწევ ჩემ მიზანს, ამაში დამეხმარებიან კლინიკა პირველის პროფესიონალი ექიმები.
მოგმართა პაციენტმა ჭარბიწონის ჩივილით, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული ჩივილით ძალიან ხშირად გვხვდება მომართვიანობა როგორც ენდოკრინოლოგიურ, ასევე ბავშვთა ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაშიც და რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიწყებთ იმ ძირითადი მეტაბოლური დარღვევების ძიებას, რომელიც როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევით შეიძლება რომ მოხდეს და იდენტიფიცირდეს. ჩვენს კლინიკას ძალიან ხშირად მომართავს ასეთი ჩივილებით პაციენტები. გადავწყვიტეთ კლინიკის ბაზაზე გაგვეხსნა ეგრეთ წოდებული კვების კორექციის ცენტრი, რომელიც როგორც ჭარბიწონის, ასევე წონის დეფიციტის შემთხვევაში მოემსახურებოდა პაციენტებს და იმ ჯანმრთელობისთვის საჭირო აქცენტებს გაუაქტიურებდა და ყურადღებას მიაქცევდა მათ მეტაბოლური ცვლის დარღვევებს. ჭარბი წონა, სიმსუქნე და წონის დეფიციტი არის კომპლექსური პრობლემა და შესაბამისად ჩვენ კლინიკის ფარგლებში ერთ სივრცეში ვთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას. პაციენტებს აქ დახვდებათ კურსის ფარგლებში როგორც ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაციები, ასევე ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კონსულტაციები. პირველ რიგში ყველა პაციენტი დეტალური ანამნეზის შემდგომ გაივლის ლაბორატორიულ კვლევებს იმისათვის, რომ ჩვენ დავადასტუროთ ან გამოვრიცხოთ ჭარბი წონის ან დეფიციტის გამომწვევი მიზეზები. ამის შემდგომ გადავდივართ კვებით რაციონზე. კვების რაციონის შედგენისას აუცილებლად ვითვალისწინებთ პაციენტის როგორც გემოვნებას, დღის წესრიგს, ასევე თანხლებ დაავადებებს. კურსის ფარგლებში ასევე გვაქვს წარმოდგენილი დამატებითი პროცედურები, როგორიც არის ენდოსფერო და მასაჟი, რომელიც გვეხმარება რაღაც ეტაპზე კანის ელასტიურობის და ზოგადად ხარისხის გაუმჯობესებაში. წონის კორექციის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ენდოსფერული თერაპია. აღნიშნული ბურთულაკების საშუალებით ხდება ჩვენი ენდოსფერული თერაპია. ეს გახლავთ ბუნებრივი სილიკონის ბურთულები. მე შემიძლია დავაყენო ამ შემთხვევაში ნებისმიერ რეჟიმზე, რომ გაჩვენოთ თქვენ უბრალოდ როგორ მუშაობს აპარატი. სისხლძარღვებზე ახდენს იგის ზემოქმედებას, ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება ხდება, ხელს უშლის ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას, აგრეთვე კანის ელასტიურობა უმჯობესდება და რა თქმა უნდა ამ მთლიან პროცედურაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ წონის კორექციის პროგრამაში, რადგანაც წონის კორექციასთან ერთად შეიძლება მოხდეს კანის ტურგორის დაქვეითება და აღნიშნული პროცედურით ჩვენ პირიქით ხელს უწყობთ ელასტიურობის გაზრდას. წონის კორექტირების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფსიქოლოგის ჩართულობა, რადგან ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მიზეზი არის დაკავშირებული წონაში მატებასთან, როგორიც არის სხვადასხვა შფოთვები, სტრესი, დეპრესია, თვითშეფასებასთანაც არის დაკავშირებული თვითკრიტიკასთან. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ზოგჯერ ადამიანს ცნობიერად უნდა წონაში დაკლება, თუმცა ქვეცნობიერი ეწინააღმდეგება, ან ქვეცნობიერად არ უნდა. და აი ამ დროს ზუსტად უნდა გავიგოთ ხოლმე მიზეზები. სწორედ ამიტომ არის ფსიქოლოგის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ეს ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები და მარტივად მოხდეს შემდეგ წონაში კრება. რა კარგია ეს კლინიკა პირველი რა, სულ მინდა რომ მივიდე. ვფიქრობდი ახლა მეც რომ მართლა მჭირდება თან და აუცილებლად უნდა მივიდე და ყოველთვის ინოვაციური, ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო და მორგებული ადამიანის, ასე ვთქვათ, სურვილებზე და ხო, მაგრამ ყველაზე მორგებული ჩემთვის მაინც კოკა-კოლაა და მივირთმევ თუ მომარგებაში ზერო. იმიტომ რომ მე ორნი ვართ თუ შეიძლება ჩვენ აქ. აჰა, შენ განაცვალე თან გაგიხსნი. დიდი მადლობა. ანა, როგორც რაღაცნაირი კი ნიკა ძალიან გვაკლდა, მოდი ვაღიარო. ვიცი, ხო. ნიკა, აი, სახეს, აი, გთხოვთ რომ კამერა მაიღოთ ანას სახე, როდესაც მოვთხოვე ნიკა როგორ გვაკლია. საერთოდ არ დააკლდა, მაგრამ არა, მე ვხუმრობ, ძალიან კარგად ვიცი, ჩვენ მაყურებელო როგორ მიყვარს ჩემი ნიკა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ და ძალიან გვაკლია და ძალიან გვიყვარს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ პირველი ბლოკი
პირველი ბლოკიდან დაწყებული ჩვენი სტუმრები იყვნენ ძალიან საინტერესოები. ნამდვილად ძალიან საყვარელი ადამიანები ჩვენი ტელემაყურებელს. კი, თან მე რაღაცნაირად ისე გრძნობდი თავს, რომ უნდა გეგრძნო. პირველი ნაწილიც და მეორე ნაწილიც გადასაეცემის ეხებოდა ჯერ კინოს, შემდეგ თეატრს და ძალიან მოხარული ვარ, მარიამ, რომ უბრუნდება ნელ-ნელა თეატრი თავის ადგილს. რა თქმა უნდა, რჩება იქ, სადაც ვიყავით, მაგრამ ახალ ეტაპზე გადავდივართ და ახლებურად ვიტყვით ჩვენ სიტყვას და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. მინდა გითხრა რომ მაყურებელი ძალიან ელოდება აი ამ ახლებურად ნათქვამ სიტყვას. მართლა ძალიან მე რიგით როგორც რიგით მაყურებელი ისე ველაპარაკები და გულწრფელად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ყოველთვის გრძნობდი თავს მაყურებლის ამპულაში ძალიან კომფორტულად და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ძალიან მიყვარს თეატრი. ამიტომ დღეს მაყურებელი სხვა რაღაცას ელოდება თქვენგან, სხვა სიტყვას, სხვა რაღაც ფუნქციის შემატებას და ასეც იქნება მე დარწმუნებული ვარ და წარმატებებს უსურვებ ქართულ კინოსაც და ქართულ თეატრსაც აი ამ მნიშვნელოვან რაღაც ახლებური როლის მორგებაში. ძალიან ბევრჯერ ახსენე რიგითი მაყურებელი. ჰანერი რიგითი მაყურებელი ხარ, მე არ ვიცი. მსახიობი ხარ, რომელიც თამაშობს სცენაზე. შენ ხო ხარ რიგითი მაყურებელი? არა, ეგ თავისთავად, ხო, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, რომ ძალიან მალე დავუბრუნდეთ იქაც ჩვენს ჩიკაგოს და ერთად დავდგეთ მარიამ სცენაზე, იმიტომ რომ ჩიკაგოშიც არის ძალიან ბევრი ის საქმე, რაც დღეს ზუსტად ეხმაურება და ეხმიანება იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება და მეც იმეციტავებ, რომ მალე დაგიბრუნდებით, როდესაც ჩემი შვილი დაიბადება და შემდეგ ერთად გავაგრძელებთ იმ თავარი სიტყვის თქმას, რომლის ძალაც ჩვენს ხელთ არის. დავიბრუნდი მარიამ. მოკლედ აი ასე. მოდი, ეხლა ესე გავაკეთოთ, ჩემო ანა, რომ ჩვენს ტელემაყურებელს შევთავაზოთ, აუცილებლად პირველები უნდა ნახონ და საინფორმაციო მოისმინონ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაჟღერებას სურთ ჩვენს წამყვანებს. და ჩვენ შემდეგ ისევ დავბრუნდეთ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით მესამე ბლოკით. დროებით. დავბრუნდით მაგრამ. აი 10, 9, 8 ესე ვითვლით, როდის შემოვიდეთ თეთრში. იმდენად გვინდა ხოლმე რომ ერთი სული გქონდა. ერთი სული გქონდა, როდის შემოვიდეთ თეთრში და აუ რატომ და შეხო იცი ამ პროფესიისადმი ჩემი დიდი სიყვარული. რომელი? იმ პროფესიისადმი. ხო, იმ პროფესიისადმი, იმიტომ რომ აი ესეთი განუხორციელებელი, შეუმდგარი ექიმი ვარ და არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ყოფილიყავი ექიმი, მაგრამ რაღაცა გადაწონა, ხო, ეთყობა რაღაცებმა მაინც და ესე სხვა გზას გავუყევი და ავირჩიე სხვა პროფესია. ჩემო მარიამ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე ჩემი აზრით. თუმცა, აი ამ რაღაც დანაკლის ყოველთვის მივსებს ერთი ადამიანის ძალიან საინტერესო რჩევები, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო, ძალიან კომპეტენტური აზრი და არა მარტო ამ ადამიანის მისი სტუმრებისაც ყოველთვის ძალიან კვალიფიციური და რა თქმა უნდა, გეთანხმები აბსოლუტურად ანა და მე მგონი ჩვენ ტელემაყურებელი მიხვდა კიდევაც ვიზე არის საუბარი არაჩვეულებრივ ქალბატონზე. მარია ხერხეულიძის რუბრიკა უნდა წარუდგინოთ ჩვენს ტელემაყურებელს და მე მგონი ძოა რომ დავემშვიდობოთ კიდევაც ხო, ტელეპირველის მაყურებელს. მომავალ შაბათამდე ვემშვიდობებით და არ ვიცით ნიკა დაგვიბრუნდება თუ არა, მაგრამ მე და ანა აუცილებლად დაგიბრუნდებით და ისევ საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ როგორც ყოველთვის, ასე რომ გელოდებით ჩვენთან ერთად მომავალ შაბათს და ახლა გიტოვებთ ქალბატონი მაიას არაჩვეულებრივ რუბრიკას. მაშინ მე კოკაკოლას ავიღე და აი ესე გემრიელად ჩავუსხდეთ. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენი თემა იქნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. დაავადებები, რომელიც ფართო გავრცელებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, თუმცა მანამდე წარმოვადგინოთ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორი. ეს არის შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიო ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მაშასე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე, კერძოდ კი ქვემწვავე თირეოიდიტზე და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი გადაცემის სტუმარია ანა ზარანდია, ექიმი ენდოკრინოლოგი. მოგესალმებით ანა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და ალბათ პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს უნდა გავაცნოთ რა არის ქვემწვავე თირეოიდიტი და რამდენად ხშირია ეს პრობლემა.
მადლობა თქვენ პირიქით ამ შესაძლებლობისთვის. ქვემწავე თირეოიდიტი არის ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც ვითარდება ვირუსული ინფექციის ფონზე. ქვემწავე თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების 5%-ში ადგენს დაახლოებით, დამეთანხმებით, რომ მისი გავრცელება არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. საყურადღებოა, იმიტომ რომ მისი სიმპტომები დამახასიათებელია ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციისთვის. ეს ანუ შესაძლებელია, რომ ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ვირუსული ინფექციის მერე იწყება ხშირად, ხო? ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა ისე განვითარდეს მასთან ქვემწვავე თირეოიდიტი, რომ საერთოდ ვერ მიხვდეს და მაინც იქნებ გითხრათ, თქვათ, რა სიმპტომებია და როდი შეიძლება რომ ამას ყურადღება მივაქციოთ. ეს სიმპტომები არის ტკივილი, კისრის არეში ყლაპვის გაძნელება, ეს ტკივილი შეიძლება გადაცემითი იყოს ქვედაყბაში, ყურის მიდამოში, კუნთების ტკივილი, მიალგია, როგორც ვიცით, ტემპერატურა, როგორც სუბფიბრილიტეტი, ასევე ცხელება. შესაძლებელია, რომ მაღალი ციფრებიც იყოს ცხელების. ცხელება შესაძლებელია, რომ 40-მდე წავიდეს ტემპერატურა, კი ბატონო. ასეთ დროს სამწუხაროდ მომართვიანობა ენდოკრინოლოგზე არავინ არც იფიქრებს. ოჯახის ექიმი, რა თქმა უნდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არც ოჯახის ექიმთან მიდიან, თვითმკურნალობა, არასტეროიდების გამოყენება ტკივილის კუპირებისთვის, სიცხის დაწევისთვის და ეს ძალიან ართულებს, ანუ მომართვიანობა ენდოკრინოლოგთან ძალიან გვიანია. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ გამოვივლით შემოდგომა ზამთარს, რომელიც ასე ვირუსული სეზონით არის, ხო? ერთსაც კითხავთ, ვაპატიე, ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან გავს ეს სიმპტომები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ვირუსულ ინფექციას. უბრალოდ ვირუსულ ინფექციას მაინც თავისი, თქვათ, ხანგრძლივობა აქვს, ხო? და თქვათ, ჩვენ ვიძახით ხოლმე ხშირად, რომ 5-7 დღე, ამ 5-7 დღის მერე პრობლემა უნდა მოგვარდეს და კუპირება მოხდეს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ დაგვეწყო ყველაფერი აი ეს თირეოიდიტის შემთხვევა, ამ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი არის პრობლემა, ეს გაგრძელებადია, არ ექვემდებარება ჩვენს მკურნალობას თუ როგორ ხდება? დიახ, პაციენტები როცა მიმართავენ ექიმს, მიმართავენ იმიტომ, რომ ასე ამბობენ, რომ აი ვირუსი მქონდა მსუბუქი, დამიტოვა ტემპერატურა დაბალი სუბფიბრილიტეტს, რასაც ვეძახით, დამიტოვა ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და ან თვითონ იყენებდა, მკურნალობდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ეფექტური. აი ესეთ დროს, როგორც წესი, ლაბორატორიული კვლევა ოჯახის ექიმი მიმართავს, აქ სისხლის საერთოში ჩვენ გვექნება, ანუ CRP და ერითროციტების დალექვის სიჩქარეც იქნება მომატებული ლეიკოციტების გარეშე. და როდესაც არის ასეთი კლინიკა კისრის არეში, ტკივილი, შეიძლება მგრძნობიარე იყოს შეხებისას კისრის მიდამო. ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ შესაძლებელია, როცა პაციენტმა იმკურნალა, ზოგიერთ შემთხვევაში ანტიბიოტიკების თვით მიღება ხდება და არ ხდება კუპირება არც ტემპერატურის, ასეთ შემთხვევაში უკვე ეჭვი მისატანია და აქ შესაძლებელია იყოს არა რესპირატორული ინფექცია, არამედ რაღაც სხვა. დიდი მადლობა. როგორ უნდა მოვახდინოთ დიაგნოსტიკა და როგორი არის თვითონ დაავადების მიმდინარეობა? დიახ. თვითონ დაავადება, რა ვთქვათ, ქვემწვავე თირეოიდიტი, ეს არის ანთების შედეგად ხდება მისი სტრუქტურის ცვლილება, რღვევა. და აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია სტადიურობა. რღვევის პროცესში, როცა გამოთავისუფლდება ფოლიკულებიდან ბევრი ჰორმონები, ეს გამოიწვევს ჰორმონების სიჭარბეს და მოსახლეობისთვის უფრო ცნობილი ჰიპერთირეოზენ ფუნქციის გაძლიერებას. ეს შესაძლებელია 10 კვირამდეც კი გაგრძელდეს 3-დან 10 კვირამდე. ამას თანსდევს ფარისებრი ჯირკვლის გამოფიტვა, ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოფუნქცია, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და ბოლოს უნდა დასრულდეს გამოჯანმრთელებით და ფუნქციის აღდგენით. ერთსაც კითხავთ, ახლა ჩვენ დიაგნოსტიკაზე უბრალოდ ჩაგეკითხებით და ამაზე თქვენ ისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც საერთოდ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე ეპარებათ, თქვათ, ეჭვი, რაღაც გარკვეულ, მაგალითად, ერთ ჰორმონს აიღებენ მარტო, დანარჩენი ყველაფერი არის, თქვათ, დატოვებული და თქვათ, ჩათვლია, რომ აი ეს ერთი ჰორმონი მაქვს წესრიგში და ეს ნიშნავს, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს და ხშირ შემთხვევაში არც ეხოსკოპიას არ იკეთებენ, მაგრამ მე ერთი ეს ჰორმონი გავიკეთე და ეს ჰორმონი წესრიგშია. მოდი ამაზე ვისაუბროთ და დიაგნოსტიკაზე. დიახ, არასწორი იქნება ეს მიდგომა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება მხოლოდ სტრუქტურულად ან მხოლოდ ფუნქციურად. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება ეხოზე დათვალიერებით წყნარი სურათი იყოს და ფუნქციურად ან ჰორმონები გქონდეს დარღვეული, შესაძლებელია იყოს პირიქით
ფუნქციურად გამართული, მაგრამ სტრუქტურულად ძალიან შეცვლილი. გამართული ნიშნავს, რომ ჰორმონები ნორმაში. აი TSH, რომელიც მარდება, მარტო მხოლოდ იზოლირებულად შესაძლებელია იყოს ნორმაში. არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა არის ორივე ერთად, როგორც ფუნქციური, ასევე სტრუქტურული. შესაბამისად, პაციენტს თუ ეჭვი გვეპარება, რომ ფარისებრი ჯირკვალი ჩართულია რაღაც პროცესებში, სრული კვლევა უნდა გაკეთდეს ფარისებრი ჯირკვლის. ამ მდგომარეობაში შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ სრულ კვლევაში რას გულისხმობთ, ანუ რა ჰორმონები უნდა შევაფასოთ, თქვა, ასე თუ ისე ცნობილი არის ძალიან ბევრი მაყურებლისთვის და ხშირად ხოლმე საერთოდ ექიმის დანიშნულების გარეშე თვითონ იკეთებენ, რომ აი ფარისებრის ფუნქცია მაინც უნდა გადავამოწყო. კი ბატონო, ქვემწოვე თიროიდიც თუ დაუბრუნდებით დიაგნოსტიკის მხრივ თან და ვახსენებთ, აქ უნდა მოხდეს როგორც TSH FT4-ის განსაზღვრა, რიგ შემთხვევაში ანტისხეულებიც შეიძლება დაგჭირდეს. ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებლად და სცინტიგრაფიაც შეიძლება გახდეს საჭირო დიდ დიაგნოსტიკის გატარებისთვის. ამიტომ ნამდვილად ენდოკრინოლოგის სამართალ მიმართვიანობა უნდა მოხდეს დროული, რომ ეს დესტრუქცია და ანთება მაქსიმალურად დროულად კუპირება მოვახდინოთ და ნაკლები უჯრედი დაზიანდეს ანთების ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებლისთვის თვითონ რამდენად სწრაფად მივა, რა თქმა უნდა, ექიმთან და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რომ მათ ახსოვდეთ, რომ სწორედ აი ამ რესპირაციული სიმპტომების მსგავსად თუ ეს დიდხანს გვიგრძელდება, აუცილებლად ოჯახის ექიმთან უნდა მივიდე და ასევე ეს თქვენი საუბარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისთვის, იმიტომ რომ არ ვთქვათ, ყოველთვის ახსოვდეთ, რომ რესპირაციული ვირუსული ინფექციის გარდა შესაძლებელია ეს იყოს ქვემწოვე თიროიდიტი, რომელიც დაახლოებით იგივე სურათით მიმდინარეობს. აქვე დავამატებდი, რომ არა მხოლოდ ოჯახის ექიმები, არამედ სტომატოლოგებთან არის მიმართვიანობა, რადგან ტკივილი ქვეტყბის არეში შეიძლება ყელყურცხვირთან, იმიტომ რომ ოტიც გავს ეს ტკივილი, ამიტომ ყველა რგოლი რომ მაქსიმალურად რა თქმა უნდა. რამდენად ასაკთა მიმართებაში, აი ვთქვათ, რამდენად ხშირი არის რომ ეს პრობლემა იყოს, ვთქვათ, ნებისმიერი ასაკის პრობლემაა თუ არა და ვთქვათ, პედიატრიულ პაციენტებში რამდენად ხშირად შეიძლება განვითარდეს. ეს პრობლემა აი ასე რომ დავიწყოთ, როგორც სხვა ფარისებრის დაავადებები, სამწუხაროდ ქალები უფრო ზარალდებიან ამ შემთხვევაშიც, უფრო 30-40 წლის ზემოთ ბავშვებში ძალიან იშვიათია, თუმცა სხვადასხვა ვირუსები, ყურა, კოქსაკის ადენოვირუსები შეუძლიათ პროვოცირება მისცენ ამ დაავადებას, თუმცა იშვიათია. როგორი არის დაავადების მკურნალობა? აი დიაგნოსტიკა გავაკეთეთ, ხა თქვენ ბრძანეთ, რომ სინტიგრაფია შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ თქვათ ალბათ დიფერენცირება. რა დაავადებებისგან გჭირდება, რომ მოვახდინოთ დიფერენცირება და მე როგორ მიმდინარეობს ამ დაავადების მკურნალობა? დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ აუტოიმუნური პროცესების, ანუ ხომარი იყო ხაშიმატო, ეს კვანძები ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს უკვე ქონდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. შესაძლებელია იყო კვანძოვანი დაავადება და როდესაც მოდის ამ კლინიკიდან ჩვენ ულტრაბგერაზე ვნახულობთ სურათს, მაგალითად დესტრუქციით მიმდინარე, ხო ეს ასეთ შემთხვევაში დაგჭირდეს სინტიგრაფიის გატარება. მკურნალობა. რამდენად რთული არის მკურნალობა, როგორ მიმდინარეობს და ისიც გითხარით, რომ თუ თქვათ, ჩვენ მკურნალობა ვერ დავიწყეთ დროულად, ან საერთოდ არ დავიწყეთ, ასეთ შემთხვევაში ისევე როგორც როცა მკურნალობას ვატარებთ სრულყოფილს, როგორი არის ამ დაავადების გამოსავალი? დაავადება თვითონ თვითგანკურნებადი არის და უნდა მოხდეს, ანუ უნდა დადგეს ეუთიროიდული, ანუ ნორმალური ფუნქციის აღდგენა. თუმცა რიგ შემთხვევებში, შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში შესაძლებელია დატოვოს, ანუ იმდენად დიდი იყოს დაზიანება ანთების ფონზე, დატოვოს დადგუნული, ანუ დაქვეითებული ფუნქცია, ანუ ჰიპოთირეოზი, პერმანენტული ხასიათი მიიღოს ამან. დავიწყებ თავიდან, როგორ უნდა მოხდეს ხო ამის მართვა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაში მოგმართა პაციენტმა. თუ პირველივე სტადიაში, როცა ეს არის ჰიპერთირეოზის მდგომარეობა და ამ დროს მოგმართა პაციენტმა, ასეთ დროს კვლევების ფონზე ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თუ მსუბუქი მდგომარეობა, არასტეროიდების, როგორც სამკურნალო დოზებით გამოყენება და ხანგრძლივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სტეროიდების გამოყენება. გარდა ამისა, ჰიპერთირეოზის ან გაძლიერებას ხანგრძლივობას დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე, როგორი მდგომარეობა იქნება. ხშირად რეციდივებსაც აქვს ხოლმე ადგილი, ამიტომ აი ამასაც ესეც განაპირობებს ამას. და სიმპტომური
როდესაც არის ტოქსიკოზის ჩივილები, აი ტაქიკარდია მაგალითად ხო, შესაძლებელია ბლოკატორების ჩართვა, კუჭის დამცავების, როცა სტეროიდებს ვიყენებ. თუ მოგმართა ჰიპოფუნქციის შემთხვევაში და მას აქვს კლინიკური, დიახ, მას აქვს კლინიკური გამოვლინება, რომელიც დამახასიათებელია ჰიპოთირეოზისთვის, ხო? დეპრესიულობა. დიახ, დეპრესიულობა, თმისცვენა, აი შეიძლება იყოს ცოტა წონის ან შეშუპებისკენ მიდრეკილება, ხო? შრომის უნარის დაქვეითება. და შრომის გაზარმაცება, სიტყვა რომ ჩვეულ საქმეს ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც ადრე. თუ ეს კლინიკურადაც ლაბორატორიულად დაგვიდასტურდა, ხო? TSH-ი 4-ის და კვლევების ფონზე, აქ შესაძლებელია დაგვჭირდეს ხანმოკლე პერიოდი ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. თუმცა როგორც კი მდგომარეობა ნორმალიზდება, პრეპარატი მოიხსნება. და ნუ იმ შემთხვევაში აუცილებლად ხშირ შემთხვევაში დგება ეუთიროიდული, ანუ გამოჯამრთელებას, რასაც ვეძახი და ფუნქციის აღდგენას. როდესაც თქვა არ ჩავერიე და არ უმკვდარ. პრობლემა მაქვს რაღაცა დრო, მაგრამ მე შეიძლება თვითონაც მოგვარდეს. დიახ, უბრალოდ კლინიკური ჩივილები, რომლებიც ჰიპერს და ჰიპოს ახასიათებს, ეს იმდენად შეაწუხებს პაციენტს მომართვიანობა, აი ამ ეტაპზე შესაძლებელია უფრო გაიზარდოს. თან თუ დესტრუქცია ძალიან დიდი იყო, აი აქ უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ მეორე სტადიაც დადგეს და დადგვითოვოს ფუნქციის დარღვევა ფარისებრის ჯირკვალში, რაც გამოიხატება ჰიპოთირეოზით. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს, მათ შორის ბევრი ჩვენი კოლეგაც გაითვალისწინებს, რომ ქვემწვავე თირეოიდიტი შეიძლება მიმდინარეობდეს აბსოლუტურად ვირუსული და შეინიღბოს ვირუსული ინფექციის კლინიკით და თუ ასეთი პაციენტი მოგმართავს, გახანგრძლივებული პრობლემები აქვს, გვახსოვდეს, რომ არსებობს ეს დაავადება, რომელსაც დროული დიაგნოსტიკა ჭირდება, დროული რეფერალი ჭირდება ენდოკრინოლოგთან და შესაბამისი მკურნალობა. დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.